მოგესალმები, დადგა სამშაბათი, მეგახლავართ გიორგი დარასელია. მინდა აუცილებლად მოვიკითხო უცხოეთში მყოფი ქართველი პატიმრები მინდა მოვიკითხო და ყველის ადამიანი, ვინც ჩვენ მოკითხვას საჭიროებს და რა ვიცი, მიცნეულსაც შინა არის და რა ვიცი, ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვო ძალიან ბევრი, რა ვიცი, სნეული საავადმყოფოში მყოფი გიყურებთ ხოლმე ლოგინა ჩავარდნილი და მინდა რომ აქედან თუ ჩვენი მოკითხვა გაგახარებთ, სიხარული გისურვო და ყველაფერი საუკეთესო და იცოდეთ რომ ღვთისმედი არ დაკარგოთ და ყოველთვის ყველაფერი კარგად იქნება. ხოლო დღევანდელი ჩვენი თემა, როგორც წინა კვირაში დავაანონსე, უბრალოდ რაღაცა ამ ბოლო ხანებში წამოიწია, რომ რაღაც ქრისტიანობა თითქოს რაღაცა თანასწორობას ვერ ითავსებს და ქალი ყოველთვის დაჩაგრულია და ასე შემდეგ და აი ეს გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით აუცილებლად მამა გიორგი თევდორაშვილი მოვიყვანეთ, რომელიც ძალიან გვიხარია მამაო, რომ მოვძანდით, დიდ მადლობას მოგახსენეთ მამაო და თუ შეიძლება მამაო, აი ამასთან დაკავშირებით კითხვა გვაქვს ესეთი, რომ ადამიანი აი სიტყვაზე თუ ჩაგრავს მართლმადიდებლობა კერძოდ ახაც მართლმადიდებელი მღვდელი ბრძანდებით, ხო? ქალს და თუ იჩაგრება და როგორია მართლმადიდებლურ რელიგიაში და საერთოდ ქრისტიანობაში როგორია ქალის როლი? პირველ რიგში ღმერთმა ყველა დაგლოცოთ და დიდი მადლობა გიორგი, სიხარულით მოვდივარ მე თვითონ თქვენს ეთერში. და მე ვიცი რომ ახლა ეს კითხვა თქვენ სხვა ადამიანების დასმულია და თქვენ უბრალოდ მე დამესვით, იმიტომ როგორ შეიძლება მართლმადიდებლობა ჩაგრავდეს ქალს. თანაც საქართველოში. რა თქმა უნდა, ხო. ქვეყანაში სადაც ქრისტიანობა, ასე ვთქვათ, არის უმთავრესი ისტორიული პრივილეგირებული რელიგია, სადაც პირველი ვინც ქრისტე აღიარა და ქრისტესთვის ეწამა და ასე ვთქვათ, აი მე მინდა დავიწყო ცოტა უფრო შორიდან სიდონიას და ლონგინოზის დედა, რომელმაც მისტიურად სულიერად გაიგო მაცხოვრის ჯვარცმა, წერია ქართლის ცხოვრებაში, რომ იღჭრიალ, ანუ აღმოთქვა, ასე ვთქვათ, რომ აი აწამეს მეუფე ხურიათა და სასუფეულის წევრი გახდა. სახელი არ არის ცნობილი ლონგინოზის და სიდონიას დედა. შემდგომში სიდონია, რომელმაც კვართი მიირქვა და ისე აღესრულა, წმინდა ნინო, თამარ მეფე, ქეთევან წამებული და ეს სია მე შემილია განვავრცო უფრო ხანგრძლივად. აი აქ შეიძლება რომ ჩვენ ეს შეკითხვა დავსვათ, რომ შეიძლება საქართველოში მართლმადიდებლობამ, ქართველობამ საერთოდ ვინმე ქალი დაჩაგროს, ან საერთოდ ადამიანი დაჩაგროს. ეს გარკვეული იდეოლოგია აშკარად არის წვერი გარკვეული აისბერგის და მის უკან დგას რაღაც პოლიტიკური, რაღაც გარკვეული იდეოლოგია, რომელსაც უნდა რომ გარკვეული ინტრიგა დათესოს საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ეკლესიას ამ ყველაფერზე პასუხი აქვს, ვისაც დაინტერესდებათ საეკლესიო სწავლება, როგორია გიორგი მამაკაცის და დედაკაცის შესახებ, ან მამრის და დედრის შესახებ, სასურველია ჯერ კიდევ შესაქმე წაიკითხონ, როცა ადამი იქმნება ჯერ, ეს საინტერესოა, ვიცით რომ ადამი იქმნება და ადამის ნეკვნიდან იქნება ევა. აი შეიძლებოდა რომ ქალს სხვა საწყისი ქონოდა, ხო? აიღო მერს სხვა მიწა და იქიდან შეექმნა ევა. არა, იგივე მასალისგან, იგივე მიწისგან იქნება ევა. ანუ ორივეს აქვს ერთი საწყისი. ორივე არის ერთი, ანუ ანდროგენია, რომ მამაკაცი, დედაკაცი, როგორც წერია, რომ შექმნა მამაკაცსა და დედაკაცად, ეს შესაქმე ეხება ორივეს, მაგრამ იერარქიულად მამაკაცია ჯერ შექმნილი და შემდგომში იქნება დედაკაცი. გალატელთა მიმართ ეპისტოლის მესამე თავში 26-ე მუხლია, მე მინდა რომ ახლა ეს ყველა ქრისტიანმა იცის, მაგრამ ის ხალხი, ვინც კიდევ ვერ ერკვევა გიორგი, როგორი შეხედულება აქვს ეკლესიას და განსაკუთრებით მამებს და პავლე მოციქულს, იქ წერია გარკვევით. და ეს სიტყვები ხშირად იგალობება ნათლისღების დროს. რაკი ქრისტეში მოვინათლეთ, ქრისტე შევიმოსეთ. ძალიან საინტერესო სიტყვებია და ქრისტეში ყველა ერთი ხართ, იუდეველი და ელინი. აქ არის ლაპარაკი ებრაელი და ბერძენი. თავისუფალი და მონა, მამრი და მდედრი. ანუ ქრისტეში ცხონების საკითხი დგას შემდეგნაირად, რომ არანაირი განსხვავება არ არის, არანაირად არ არის პრივილეგია ცხონების საკითხებში, მაგრამ სკოლიოსავით გასდევს პავლე მოციქულის ეპისტოლეებს ეს ახსნა, რომ მაგრამ რაკი დედაკაცი დაეცა ჯერ და მისგან შემოვიდა ცოდვა, ასე ვთქვათ, აი აქედან გამომდინარე და ჯერ მამაკაცი შეიქმნა, დედაკაცი უნდა დაემორჩილოს მამაკაცს. ეს ყველაფერი შესანიშნავად არის აღწერილი ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში, რომელიც იკითხება ჯვრისწერის საიდუმლოების დროს. სამწუხაროდ ამ ეპისტოლეს ძალიან ბევრი წყვილი არ უსმეს. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ეს სიტყვები გავაცნო
წვილებს, ვისაც სწადია ჯვრის წერა და ყველას მინდა ახლა მოკლე შინაარსი აუხსნა ამ შესანიშნავი ეპისტოლის, რომ მამაკაცს ისე უყვარდეს დედაკაცი, როგორც საკუთარი თავი უყვარს. როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გაწირა მისთვის. ანუ სიყვარულში იგულისხმება თავგანწირვა, თავდადება და ერთგულება. როგორც ქრისტე არის თავი ეკლესიისა, ასე არის მამაკაცი თავი დედაკაცისა. ეს სიტყვები სამწუხაროდ არ ესმით და არ მოწონთ გარკვეულ ამპარტავან ქალბატონებს. მათ გონიათ რომ წერია რომ მამაკაცი არის თავი ქალისა, ეს ნიშნავს იმას რომ ქალი არაფერი არ არის და მარტო თავია კაცი და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, ადამიანის ანატომიაში, სხეულში მარტო თავია ყველაფერი, გული არაფერს არ ნიშნავს? ხო შეიძლება ვიფიქროთ რომ ადამიანის გული არის, ანუ სხეულის გული არის ქალი და თავი არის მამაკაცი. მაგრამ თუ მამაკაცის თავი არის ქრისტე, ამ შემთხვევაში უკვე ეს მამაკაცი იზრუნებს თავის მეუღლეზე როგორც საკუთარ თავზე, როგორც იზრუნნა ქრისტემ ეკლესიაზე და მათ შორის დამყარდება ჰარმონიული ურთიერთობა. მაგრამ ძალიან ბევრი მამაკაცის თავი ქრისტე არ არის. მათ გონიათ რომ ეკლესია მამაკაცი გააბატონა ისე თქვათ მონათფლობელივით დედაკაცზე და დამახინჯებული დამოკიდებულება ხშირად იწვევს ასე თქვა საზოგადოებაში შემდგომში გარკვეულ ცინიზმს, გარკვეულ ცილისწამებას და გონიათ რომ ეკლესია ხადაგებს იმას რომ მამაკაცი უნდა ეპყრობოდეს მეუღლეს როგორც მონას და თქვა არანაირი უფლებები ქალბატონს არ აქვს. პირიქით შემოძვირფასებო, მხოლოდ ეკლესიამ, ქრისტიანულმა ეკლესიამ აიყვანა ქალი ძალიან მაღალ რანგში. აი წარმოვიდგინეთ, იმ პერიოდში, როცა სახარება დაიწერა, ქალის მოწმობას სასამართლოში არანაირი ძალაუფლება, არანაირი ფასი არ ქონდა. იმას რო ეთქვა, რომ აი 10 კაცი ამოწმე, 10 ქალი ამოწმებს ერთ რაღაცას და ერთი კაცი, მაშინ ერთი კაცის ხარეს დაიჭერდნენ, იმიტომ რომ არანაირი ძალა და ძალაუფლება არ ქონდა, არანაირი ფასი არ ქონდა ქალის სიტყვას. პირველ საუკუნეზე და ანტიკურ ხანაშია საუბარი. და მოციქულები წარმოვიდგინეთ, ქადაგებენ და ამბობენ, რომ ჩვენო დედებმა გვითხრეს, მარიამ მაგდალინემა და სხვა წმინდა დედებმა გვითხრეს, რომ მაცხოვრის სადგომა. შემდგომში პავლე მოციქული, როცა ეპისტოლეებს წერს, იქ არ ახსენებს ქალებს, იმიტომ რომ იმდენად წარმოუდგენელი იქნებოდა ეს ყველაფერი, არ დაიჯერა, დასინებდნენ მას და უკვე პავლე მოციქული აღარ საუბრობს ქალების მოწმობაზე, მაგრამ შეიძლება ასე თქვა, ვინმე იფიქროს ესეთი რამე, რომ ეკლესია აკნინებს ქალებს. პირიქით, მე გეტყვით უფრო მეტსაც გიორგი, რომ ეკლესიამ ქმნილებათა შორის ყველაზე მაღლა კაცი კი არ დააყენა, ქალი დააყენა და ვინ არის ის ქალბატონი, მარადიული ქალწული, ყოლაწმინდა ღვთისმშობელი, ხო? ზეციურ იერარქიაში ეს ყველა უნდა იცოდეს, სერაბიმებზე და ქერუბიმებზე მაღლა დგა ყოლაწმინდა ღვთისმშობელი, დედა მარიამი და შეიძლება ამის მერე ჩვენ მართლმადიდებლობას, რომლითვისაც ღვთისმშობელი არის ღმერთის მელე ყველაზე მაღლამდგომი ქმნილება ადამიანთა შორის, თქვათ რომ ვინმე ქალბატონი იჩაგრება, ან თქვათ ვინმე აყენებენ შეურაცხყოფას. უბრალოდ სამწუხაროა, მაგრამ ესეც უნდა თქვა, გიორგი, რომ გარკვეულ ოჯახებში, რა თქმა უნდა, მე არ მგონია რომ ეს უმრავლესი ოჯახებია, მამაკაცი ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე, შეიძლება ლოთობს, შეიძლება რაღაც გარკვეული პრობლემები აქვს და თავისი კაცობა რო ვინმეს დაუნტკიცოს თქვათ, ან რაღაც მოკლედ თავისი ის რო ეჭიროს ოჯახში თქვათ, რაღაც გარკვეული სტატუსი რო ქონდეს, ამით ამცირებს ქალბატონს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართველი ქრისტიანი ან ნებისმიერი ადამიანი საქართველოში ვინმეს ამცირებს. ასევე მინდა ყველას შევახსენო, ძალიან საინტერესოა გიორგი, ქრისტიანული სწავლება პიროვნების შესახებ. ადამიანში არის ბუნება, არის ინდივიდი და არის პიროვნება. ადამიანი ბუნებით განსხვავდება ერთმანეთსა. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანია, მაგრამ რა არის ბუნება? ბუნება არის უნარების ერთობლიობა. კაცის უნარი და ქალის უნარი მე მგონი განსხვავდება ერთმანეთსაგან. ხო, კაცი ფიზიკურად უფრო ძლიერია, უფრო რაღაც მუსკულები გააჩნია, ქალი უფრო ნაზი და უფრო რაღაც გარკვეული სუსტი არსება. მაგრამ მათ ინდივიდუალური ქმედება და გამომჟღავნება შეუძლიათ საკუთარი ბუნების, მაგრამ პიროვნულად, მინდა ყველამ გაიგოს და დაიმახსოვროთ. პიროვნულად ქალის და კაცის ქრისტეს წინაშე არის ერთი, მაგრამ უბრალოდ მათი ბუნება ღმერთმა მამაკაცი უფრო ფიზიკურად ძლიერი შექმნა, ქალი უფრო სუსტი. და აქედან გამომდინარე, ძლიერმა უნდა პატივი სცეს, კი არ უნდა დაჩაგროს სუსტი, პატივი უნდა სცეს და მე ვიცი რომ ყველა ნორმალური მამაკაცი თავის მეუღლეს აიყვანს დედოფლის ხარისში. ვისაც უნდა რომ იყოს მეფე, ხო? რატო ვადგავთ გვირგვინებს ჩვენ ჟვისწერის დროს, იმიტომ რომ ის ხდება მეფე, ეს ხდება დედოფალი და შენ თუ გინდა რომ იყო მეფე, შენი მეუღლე უნდა იყოს დედოფალი და ხელში აყვანილი უნდა ატარო და ასე თქვათ, პატივი სცე როგორც შენ მეუღლეს, როგორც შენ მეორე ნახევარს, როგორც შენი შვილების დედას და როგორც იმ არსებას, ვისაც შენი დახმარება შეუძლია ცხონებაში.
კაცი და ქალი ერთმანეთს იმიტომ ასე თქვათ ერწყმის და იმიტომ უერთდება რომ მათ გაიმარჯვონ ვნებაზე ცოდვა რო დაამარცხონ და გვირგვინები მაგის სიმბოლოა რომ ეს არის გამარჯვება ცოდვაზე. რა თქმა უნდა შვილიერება, მაგრამ ჯერ შვილიერება არ არის. ხო შეიძლება შვილი არ ყავდეთ რა, ოჯახი ხო არ უნდა დაიგრეს რა. პირველ რიგში არის ის რომ მათ წერია პაოლე მოციქულის ეპისტოლეში რომ მამაკაცი კი აღარ იბატონებს, იუფლებს თავის სხეულზე არამედ დედაკაცი და დედაკაცი კი აღარ იუფლებს არამედ მამაკაცი. და ნახეთ რამხელა საიდუმლოება რომ ორი ხდება ერთი. ანუ ორი პიროვნება უკვე ერთ პიროვნებაში ხდება, ანუ მათ უკვე ერთი ინტერესები აქვთ გიორგი. ნახე რა საინტერესოა, რომ ჩემი ინტერესი არის ჩემი მეუღლის ინტერესი და ჩემი მეუღლის ინტერესი არის ჩემი ინტერესი. და უკვე თქვენ ორნი აღარ ახართ ჩვენ ვეუბნებით ამბიონზე რომ აყავთ წვილი. თქვენ ერთნი ხართ, ანუ ერთი რწმენა გაქვთ, ერთი სიყვარული გაქვთ, ერთი მიზანი გაქვთ და უკვე თქვენში არის ერთი ადამიანი ცოცხლობს და აქედან გამომდინარე ახლა ვინმეს თუ შეუძლია ამ ქადაგებას წინ დაუდგეს და ჩვენ ცილი დაგწამოს კიდე, მაშინ შეგვიძლია ეთერის მერე ჩვენ შევხვდეთ ამ ადამიანებს, დავждეთ სახარება დავიდოთ და ბოლო-ბოლო გიორგი მინდა ვარ განეგდიდე საუბარი ჩვენ საქართველოში ცხოვრობდა საქართველოში ქართველი კაცი თავის ქალიშვილს რო ათხოვებდა აყოლებდა ვეფხისტყაოსანს ხო და ვეფხისტყაოსანში გარკვევი წერია რომ ლეკვი ლომისა სწორია ზუ იყოს თუნდაც ხვადია ახლა ვიღაც იტყვის რომ ეს მეფეებზია ლაპარაკი მაგრამ აქავე რუსთაველი ამბობს რომ მისგან არის ყოველი ხელმწიფე სახითა მის მიერით ანუ ყველა ადამიანი არის ბუნებით ხელმწიფე ღმერთმა გააჩინა ადამიანის შექმნა ამ ხიდული შესაქმის მეუფეთ და აქედან გამომდინარე რა ვიცი მე მგონი ამაზე ბევრი საუბარი აღარ არის საჭირო ქართველმა კაცმა უდიდგანვე იცოდა ეს ვეფხისტყაოსანიდან და იცოდა სახარებიდან და ეხლა ეს გარკვეული ადამიანები რომლებიც სამწუხაროდ ძალიან ცუდი განწყობით არიან ყოველგვარი სიწმინდის მიმართ ყოველგვარი პატრიოტულის მიმართ ყოველგვარი ტრადიციების მიმართ სამწუხაროდ ყველანაირად უკირკიტებენ ამას ყოველგვარად ისე თქვა ჭრიბაობენ ყოველგვარად ცდილობენ რომ რაღაცა დისონანსი შეიტანონ ჩვენ ჰარმონიულ ცხოვრებაში და არ გამოუვათ გიორგი, იმიტომ რომ ეს ახალი ხილი არ არის, ხო? ვერავინ ვერ დააშორებს მეუღლებს ერთმანეთს, იმიტომ რომ ვინც ღმერთმა შეაუღლა, წერია რომ მას კაციო, ნუ განაშორებსო და ვერც განაშორებენ, იმიტომ რომ ყველა ცოლმა იცის თავისი ქმრის ფასი და ყველა ღირსეულმა მამაკაცმა იცის თავისი მეუღლის ფასი. თუმცა მე მოუწოდებ ყველა მამაკაცს, რომ აი ნუ მივცემთ მათ საჭირაოს და ნუ ასე ვთქვათ, მივცემთ სალაპარაკოს ჩვენზე. და ამის მერე უფრო ღირსეულად მოვიქცეთ ოჯახში და ჩვენი მეუღლეები უფრო ისე დავაფასოთ როგორც ღირსები არიან და უფრო მეტად გვიყვარდეს ვიდრე აქამდე გვიყვარდა რომ აღარ იყოს ასეთი მცდარი ქადაგებები ეკლესიის და საქართველოს წინაშე. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამო. ღმერთმა კი შექმნა ეხა მამაკაცი უფრო ძლიერი და რაღაცა, მაგრამ სამწუხაროდ მამო დღეს საქართველოში ისეთი პერიოდია, ისეთი მდგომარეობაა, რომ ქალებს უფრო უწევთ რაღაცა აი ტვირთის ზიდვა. აი ეს რას ნიშნავს მამაო და რას მოასწავლებს? რაღაცა ცუდის ნიშანი ხომ არ არის, იმიტომ რომ ძალიან ხშირი შემთხვევაა დღეს რომ მამაკაცი სიტყვას სახში ზის, მისი მეუღლე კიდე მუშაობს, იმიტომ რომ მამაკაცის სამუშაო არ არის, ხო დღეს სიტყვაზე ესეთი რაღაცა გასაჭირი არის საქართველოში ეგეთი და ქალის უფრო არის რაღაცა, იმიტომ რომ ქალსაც არ ეხა არის სიამოვნება, ვფიქრობ რომ მისი მეუღლე სადღაც დამლაგებელი იყოს, ხო და მიდის თვითონ ეს ქალი, ხო დამლაგებლად ან ასე შემდეგ, ხო? ან რაღაცა და აი ეს მომენტი მამაო და უფრო მოთხოვნადი არის ესეთ გაჭირებულ ქვეყნებში ქალის პროფესია და ამის გამო ხო ქალი ხდება მარჩენალი ოჯახისა. ანუ კაცის ფუნქცია მამაო შეიცვალა, ანუ დედაკაცი გახდა პირიქით მამაკაცი და მამაკაცი გახდა დედაკაცი ბჭყალებში, ოღონდ სამწუხაროდ ეხა კი არ ვაყენებ შეურაცხყოფას ამ ადამიანებს, მაგრამ ეგრე არის ხო ფიზიკურად. აი ეს მამაო საშიშია თუ რისი მომასწავლებელი არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის ესე უკვე გაზარმაცებული, კაცი ვითომ კაცის აბა იმას ხო არ გავაკეთებ და ძალიან ისე იმაშვებიან, აბა ჩემ ცოლსაც ეწყინება და ოჯახსაც აბა ეხა მუშად ხო არ წავლანიმა და ცოლებს ამუშავებენ მამაო და ის არ არის სამარცხვინო სიტყვაზე შენ ცოლი სადღაც ალაგებს 200 სახლს და შენ ზიხარ და შენ რო გახვიდეს აუ მე კაცი ვარ და ეხა ხო როგორ ვიკადრებ. აი ეს მომენტი მამაო ძალიან ცუდად არის საქართველოს სამწუხარო დღეს და რაც უმეტესობა ქალების ტკივილია მამაო გულისაც და ისე წერენ ძალიან ბევრი ამ იმას რომ ესეთი რაღაცა ხდება და რა აი რას მოასწავებს მამაო ცოდვა არ არის ცოდვა თუ როგორ უნდა იყოს მამაო რატო შეიცვალა ეს როლი საკეთს შეეხეთ გიორგი ამას შეიარაღებული თვალითაც შეიძლება დაინახოს უფრო მეცაც გეტყვი გიორგი რომ დღეს საქართველოს ნახევარი ოჯახები არსებობენ უცხოეთიდან გამოგზავნილი ქალბატონების თანხით ხო გარკვეულად ისინი შრომობენ და აქ ინახავენ ოჯახებს
ეს მე მგონი უფრო ძალიან ესეთი თემა მტკივნეულია ძალიან და ამ გადაცემაში ძნელია ამომწურავი პასუხი გააგდეთ ეს რისი მომასწავლებელია ვერ გეტყვით იმიტომ რომ მე წინასწარმეტყველი არა ვარ მაგრამ ფაქტია რომ არ არის კარგი გიორგი და არ არის ლამაზ მაგრამ ერთ რამეს გეტყვით რაც მე ყოველ დილით ვხედავ ადრე მიწევს გამოსვლა ქუჩაში ვარჯიშობ ფიზიკურად და ვხედავ რომ ახალგაზრდა გოგონა არის მეეზოვე დამსუფთავებელი, ეტყობა ის არის გაფორმებული მასაცვია ფორმა და ყოველთვის გვერდზე უდგა მისი მეუღლე და ერთად ალაგებენ ის ქუჩას და ერთად იღებენ იმ ხელფას. აი წარმოვიდგინე, მას ხო შეუძლია დაიძინოს ამ დროს არა? მაგრამ ეს არის ჩემთვის სამაგალითო, რომ ხედავს მეუღლე რომ ახალგაზრდა გოგონა ალაგებს ქუჩას და გვის და მისი მეუღლეც გვერდზე უდგა და ერთად ალაგებენ ისინი ქუჩას. როცა ვხედავთ რომ ხდება ასეთი რაღაც, ამაში მე მგონი ცუდი არაფერი არ არის გიორგი, რომ ისე მოხდა, ისეთი ცხოვრება მოვიდა, რომ გალბატონს უფრო აქვს სამსახური. თუ ხედავს მამაკაცი რომ მისი მეუღლე დასაქმებულია სამსახურში, მაშინ მას შეუძლია, ხლა აი ქალის საქმეს ვერ ვიტყვი, მაგრამ ოჯახში მიხედოს საქმეს და სამარცხვინო სულაც არ არის. მეც მიწევს ხოლმე ხანდახან ხშირად შვილების გამასპინძლება, დილით ცოტა სკოლაში ვაცილებ მათ. ამაში ცუდი არაფერი არ არის. ეს მთელი ცხოვრება კი არა, გარკვეული მომენტია თქვა, მეუღლე დაღლილი მოვიდა, არ შეიძლება მამაკაცმა რომ სახლი დაალაგოს და კერძი მოამზადოს. ეხლა ვინმე შეიძლება თქვას რომ მამაო რას ამბობს, მაგრამ აი ისე ჯდომას შეიძლება რომ რახან ჩვენ ვიძახით რომ გენდერული თანასწორობა და ლეკვილომისა სწორია და მამრი და დედრი ერთი აქვს ქრისტინაში და ერთი პრობლემები აქვს ორივეს, ხო? არის მომენტი რომ შენ ახლა უმუშევარი ხარ ამ მომენტში. იმას არ ნიშნავს რომ მე ახლა კაცი ვარ და წამოვწვე და ჩავიდე ბირჟაზე დომინო და ნარდი ვითამაშო და მეუღლე რომ მოვა დაღლი დაქანცული, იქით უყვირო მე რომ გამიკეთე მომხედე და მომაქციე ყურადღება. მამაკაცსაც შეუძლია საჭმელი მოამზადოს და შვილებს მიხედოს ან წაიყვანოს სკოლაში და მოიყვანოს და ასე შემდეგ. ოღონდ ეს გარკვეული პერიოდი გიორგი. და მე მგონი ყველა ნორმალური მამაკაცი მაინც ამუშავდება, მოქმედება, მიდგება, მოდგება, ასე თქვა ქართულ ფილმში რა ხო? შეაწუხებს საზოგადოებას და უბრალოდ არ უნდა მივეჩიოთ. უწმინდეს უთქვია ხშირად გიორგი, რომ არ უნდა მიეჩიოთ გაჭირვებას. ზოგმა ჩაიქნია ხელი, რა ვქნა, არ არის სამსახური, ან ჩემი შესაძფერის ეს სამსახური არ არის. აი მამაკაცებში ეს ამპარტავნება ხშირად რომ აი მე იქ ვერ ვიმუშავებ რა. და ქალი ამ დროს ოჯახის გულისთვის გიორგი ყველაფერს კადრულობს. აი უცხოეთში ხო სნეულებს უვლიან და უცვლიან და ძალიან ისეთ სამარცხვინო რაღაც გარკვეულ აქ დამამცირებელ საქმეს იქ არ თაკილობენ. რატო? იმიტომ რომ მამაკაცმა ბოდიში და ფეხებზე დაიკიდა ოჯახი და ხელი ჩაიქნია, გალოთ და მოწევა დაიწყო, მოკლედ რა ვიცი, ძალიან ისეთ ამორალური ცხოვრება დაიწყო და ქალმა ადგა გუდანაბადი აიკრა და წავიდა უცხოეთში. ან აქ ისეთ სამსახურში არ ითაკილა შრომა რომ ამით მან ოჯახი გადაარჩინა და ხა ჩვენ ახლა ვიძახოთ რომ აი ეს რისი მომასწავლებელია და რა გვეშველება და არაფერი უბრალოდ როგორც იმ გოგონასი და ვაჟის ამბავი მოგიყევით რომ ერთად ალაგებენ დილით ქუჩებს ხო ეტა მისმენდნენ ახლა ისინი მე ყოველდღე მათ ვეფერები და ვამხნევები და ვლოცავ ხოლმე ასევე ჩვენ შეგვიძლია რომ ხან თუ დედაკაცია დასაქმებული ქალბატონი გასულია მამაკაცმა არ ვიტყვი კიდე არ მინდა დავამცირო იმე და ქალის საქმე ხო შეიძლება რომ რაღაცა ოჯახში საქმე გააკეთოს გარკვეული დროის განმავლობაში და შემდგომში უფალი მოხედავს ამ ოჯახს და თქვათ მე მამაკაცით დასაქმდება მაგრამ აი მე ვიძა ცოდვა არის გიორგი უსაქმურობა ცოდვა არის უშრომელობა თორე ადამიანს მაინც შეუძლია რომ მოწყინილობაში და მიმოწილობაში რო არ ჩავარდეს ხო მეუღლეს დაუდგეს მხარში და რახან მეუღლე ნიშნავს უღლის გაწევას თუკი მამაკაცი მე ვიცი ძალიან ბევრი ოჯახები 20-30 წელი მამაკაცი ეწეოდა ჭაპანს ეხლა აღარა აქვს საქმე და ეხლა ერთი რამოდენიმე წელიწადი რომ დედაკაცმა გაწიოს ჭაპანი ამაში ცუდი რა არის მე მგონი არაფერი ხო მე ვიზახი რომ ეს დროებითია გიორგი და მჯერა რომ გამოსწორდება ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია და ისე მამაკაცი თავის ადგილს დაუბრუნდება, დედაკაცი უფრო ოჯახს დაუბრუნდება და სამწუხაროა რომ ძალიან ბევრი დედაკაცი ფიქრობს, ვინც სახლშია და დიასახლისია, თითქოს ის უსაქმურია. დიასახლისობაც პროფესია და ძალიან ბევრი ქალბატონი რომელიც სახლშია და არ მუშაობს, ხო? შესანიშნავი პროფესია აქვს მას, რომ უვლის მეუღლეს, შვილებს და ოჯახს ალაგებს და ხელფასიც ჩვენიერია. და ხელფასიც ჩვენიერია, მაგრამ ვფიქრობ რომ მამაკაცმა შეიძლება გარკვეულწილად ოჯახს მიხედოს, კერძი გააკეთოს და შემდგომში როცა ის გავა სამსახურში და ასე თქვა
აღდგება თავის ფუნქციას აღადგენს, მე ვიცი რომ აი ძალიან ბევრი მამაკაცი ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებენ და უფრო გემრიელი კერძების ამზადება იციან ვიდრე ქალბატონები. თუმცა ახლა არ გეგონა და ვინმე ეს ალბათ სადმე იტალიაში არა საქართველოში გიორგი ცნობილია რომ ზარეული სოფლიოში ყველაზე უფრო კარგი ზარეული მამაკაცები არიან. ახლა არ მინდა რაღაცამ შემაგინოს და თქვა რეებს გადაგებს რომ მაგრამ როცა გაგიჭირდება გიორგი ხო ხანდახან შეიძლება რომ ჩვენ ერთმანეთის საქმე გავაკეთოთ. თუ ოჯახისთვის კარგი იქნება და ოჯახი ამით ამოისუნთქებს და ყველაფერი დალაგებული და კარგი იქნება, მე მგონი, ამაში ცუდი არაფერი არ არის. მე კიდევ ჩემი მაგალითი მოვიყვანე, ხშირად მიწევს ჩემი მეუღლე ექიმი ბრძანდება და მიწევს ჩემი შვილების გამასპინძლება, წაყვანა, მოყვანა და ასე ვთქვათ, რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ. თავს კი არ ვიქებ უბრალოდ, მე მინდა მამაკაცებს მაგალითი უთხრა და ახლა რომ დავჯდე და ხელი დავიკრიფო გულზე და აუ მოკლედ რა ასე შემდეგ რა ვიცი. ვფიქრობ რომ ერთმანეთს ხარში უნდა დაუდგნენ მეუღლეები და აი გენდერული თანასწორობა ევროპელებმა და ყველამ ჩვენგან უნდა ისწავლოს, მე მგონი გიორგი რა. ქართველი კაცი ყოველთვის პატივს სცემდა თავის მეუღლეს. მე ნორმალურ კაცებზე მაქვს ლაპარაკი გიორგი და ჭეშმარიტ ვაჟკაცებზე, ქრისტიანებზე, ვინც თავის მეუღლეს ყოველთვის ხელის გულზე ატარებდა და ატარებს. ეხ ძალიან დიდი მადლობა მამო ამისათვის და თუ შეიძლება მამო აი ამასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ რომ არის ხოლმე მომენტი მე რომ აი ამის გამო ხო აი სიტყვაზე ის ადამიანები ბეზდებათ ეხა მაინც მე არ ვიცი რატო მაგრამ ალბათ ბოროტი იბძვის რომ ყველას ვიღაცას აი ზოგს შვილის ჩენაც კი ბეზდება რა რომ შეიძლება გაიზარდოს უთხრა წადი რა შვილო იმუშავე რა უკვე დავიღალ და ეს ბეზდებათ მამაო როცა რაღაცას აკეთებ და რაღაცის არ არის ხო ანუ მაინც რაღაცა ის ქალებიც მე იბძვიან იმისათვის რომ ეს რაშიც ჩადეს თავის მთელი შრომა იმას ფლობდნენ მამო ეხა ფლობა ცოტა ძნელი არის და აქედან მამო კონფლიქტები მოდის სერიოზული და მე ამიტომ ინგრევა ეს ოჯახები რომ აუ როდემდე უნდა გარჩინო და ასე შემდეგ რა უნდა იმის ვაგეთ სიყვარული იყოს ხოლმე მე ამ დროს სიძულვილი იბადება იქ და ძალიან მარტო ნანოვე ხოლმე და ძალიან ხშირად გამიგია რომ აუ ისთვის ვშრომობ აი მიმაქვს და აი ვის ვაჭმევ რაღაცა და ასე შემდეგ მამო ძალიან ცუდი ბოროტი აწოდებს 1000 აზრებს მამო და აი ამის გამო მამო მინდა რომ აი ეს მე ეს ქალი კაცობს რაღაცა უნდა რომ აი იმას ეძახიან რა ქვია რუსულად ჟარგონულად ვიტყვი პალაჟენიას ფლობდეს რა და ძალიან ხშირად მინახია რომ კაცი რაღაცა ჩმორის მდგომარეობაში არის და ეს ქალი რაღაცა ბატონობს და აბა ის მოდის და ეს რაღაცა ის მომენტი რომ აბა ეს როგორ გაიხარდება აი თუ შეიძლება მამო აი მასთან დაკავშირებით ძალიან შეიცვალა მამო ეს როლები რახაც ის მატერიალურად არჩეს ხო მე ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარდება მამაკაცი დაკნინებულია მამაკაცის ინსტიტუტი და ასე შემდეგ მამო თუმცა პირიქითაც ვიტყვი მე შემდეგ მეორე კითხვასაც დაგისვათ მამო და აი როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში იმიტომ რომ აი ეს აი ბოდიში ვიხდი რა რომ ამბობ არა აი საბოლოოდ ის გაღწნადი ცოდვები რაც აი სოდომ გომორული და ასე შემდეგ ამ ყველაფერმა გამოიწვია რომ ქალ სიტყვაზე მოუნდა მამაკაცობა და ასე შემდეგ და მამაკაც დედაკაცად თვლიდა და ასე შემდეგ ხო თუ შეიძლება მამო ეს თითქოს პიროვნულად ესეთია და პირობითად მაგრამ ძალიან ცუდი მამდე მიყავს მამაო რა გიორგი აი ცოტა შორსაც შეგვიძლია გავიდეთ და საქართველოში მე ვფიქრობ ესე უყვარდათ ხოლმე თქმა პირველად ესე თქვა ქალი გახდა ეპისკოპოსი წარმოიდგინე ვინმე რუსუდან გოცირიძე რომელიც დაჯილდოვდა გიორგი ამერიკის პრეზიდენტის მეუღლისგან ყველაზე მამაცი ქალის სახელით აი ხო წარმოიდგინეთ რამხელა პროვოკაციას აქვს ადგილი ხო აქამდე უდლები სასულიერო პირები მამაკაცები იყვნენ და ეხლა თითქოს აი უკვე გონება გაეხსნა ვიღაცას და წარმოიდგინე ქალი გახდა ეპისკოპოსი ამით უკვე ეს არის გარკვეული სიგნალი რომ აი თურმე მამაკაცები კი არა თურმე ჩვენა ვართ აქ უნდა დავინახოთ გარკვეული საფრთხე რომ ეს უკვე ნიშნავს იმას რომ არის რაღაც გარკვეული ფარგლის შემოტევა ეკლესიურ სწავლებაზე, ეკლესიურ დადგენილებაზე. პავლე მოციქული ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქალები იყვნენ ჩუმად ეკლესიაში, ხო? პაროდიაა, რომ წარმოიდგინე წვალებლები, ანუ სექტანტები, ხო? ამბობენ, რომ ბიბლიის გარდა არაფერს არ ვიღებთ. და ბიბლიაში არცად არ წერია, რომ ქალი იყოს ეპისკოპოსი. ან მღვდელი. იქ წერია, რომ დიაკონისა იყო ვიღაც რომაელთა მიმართ ეპისტოლეში მე-16 თავი არის, მომიკითხეთ და აფიბე. პავლე მოციქული ამბობს, მომიკითხეთ და აფიბე. ანუ ეს იყო დიაკონისა, ვინც ეხმარებოდა სასულიერო პირებს ქალების ნათლობაში. შვედ დატო დავიწყე რომ აქედან ვიღაცა იტყვის აი ხედავ თურმე ქალი შეიძლება მღვდელი გახდეს აი თურმე ქალი შეიძლება ოჯახის უფროსი იყოს ქალი შეიძლება იყოს მინისტრი ქალი რატომაც არ შეიძლება რომ ქალი მინისტრი იყოს და გარკვეულ დროს ოჯახის ხელმძღვანელობაც ჩავაბაროთ მაგრამ არც ერთი ღირსეული ქალი რახან ის შემომტანია გიორგი სახში არ დაამცირებს თავის ქმარს და ის იმდენად თავდაბლობით შემოიტანს ლუკმას რომ არ ეტყვის რომ აი მე ესე თქვათ აი ცეცხლე და ასე თქვათ აი მე ესე და მე ისე
ეს ყველაფერი თავდაბლობით უნდა მოხდეს და თავდაბლობით უნდა, ასე ვთქვათ, იშრომონ იმ ქალბატონებმა, მაგრამ თუ მუქთახორა კაცი გაირყნება და მიეჩვევა ამ ყველაფერს, ის ბუნებრივია დაიმსახურებს ქალისგან გარკვეულ შეურაცხყოფას. არც ერთი ღირსეული მამაკაცი არ ითაკილებს გარკვეულ დროს მეუღლისგან შემოტანილ ლუკმას, ოღონდ ამას უნდა ქონდეს დროებითი ხასიათი და ასე ვთქვათ, მამაკაცი უნდა წავიდეს საშოვარზე და მან უნდა შეინახოს ოჯახი. თორემ მართლა, აიტომ დავიწყე იქიდან რომ აი ნახეთ, თამამი ყველაზე ასე ვთქვათ, გაბედული ქალი, ყველაზე ასეთი ქალი, ყველაზე ერთი ქალი, ეს რაღაც გამოიწვევს, ეს დაიწვევს უკვე დაკნინებას ოჯახში, უკვე მამაკაცი დაკნინდება, უკვე დაკნინდება ამით საეკლესიო იერარქია, დაკნინდება თვით უკვე იესო ქრისტეს და ნახეთ ფემინისტურ გამომცემლობაში უკვე მამას აღარ უწოდებენ ღმერთს და იქ ყველაფერი რაც მამრობითი და მამა არის ამოღებულია და საშუალო სქესი არის, ასე ვთქვათ, სქესით არის შეტანილი. ასეთი სუნი უდის ამ საქმეს, გიორგი, რომ შეიძლება გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და გარკვეულმა ადამიანებმა ისეთი სამსახურები შექმნა, რომ ქალები გამოიყვანონ სახლებიდან და კაცები დატოვონ. კაცი ამდენ ფიზიკურად ძლიერია, იმდენად შინაგანად სუსტია და ვერ უძლებს გაჭირვებას, ვერ უძლებს რაღაც გარკვეულ მორალურ აი ამ ზეწოლას და უმშევრობას და დამცირებას. ხო, წარმოვიდგინე ამ დროს მე შვილი ხედავს, რომ მამა არის უსუსური, დედა არის ძლიერი და უკვე რაღაცა არასწორი ტრადიციები ყალიბდება ოჯახში და მე ასე დაკვირიან მე ეს LGBT-ს ტერმინია პირდაპირ თანასწორობა, ერთობა რას მასწავლი შილო ეს ჩვენ დიდი ხანია ვიცით რომ ეს ასეა, მაგრამ აქ სხვა რამეშია გიორგი ზაღლისთავი დამარხული, ეს უკვე არის შეგნებული შეკვეთა, რომ კაცები არ იყვნენ დასაქმებულები და ქალები იყვნენ დასაქმებულები, რომ ამით უკვე თავდაყირა დააყენონ ოჯახის ღერძი. წარმოვიდგინე, ის ვინც თავი უნდა იყოს, ის აღმოჩნდება ფეხები და ვინც გული უნდა იყოს, ის თქვათ აღმოჩნდება უკვე, ანუ გადაადგილება მოხდება და წარმოვიდგინე, ჯერ თავია ხო და გული მერეა. და გული რო უპირატესი იყოს, ჯერ გული იქნებოდა, მერე თავი იქნებოდა, მაგრამ ჩემთვის მამაკაცი არის თავი, როგორც პაული ამბობს და გული არის დედაკაცი. და მე მგონი თავსა და გულს შორის დიდი უერთმართოთ არ გამოდის, ხო? თავი გულში გონება გულში უნდა ჩავიდეს და იქიდან უნდა იაზროვნოს და ღმერთი შედის გულში და არა თავში. და ამბობს რომ მე თქვენი გულის კარებთან ვაკაკუნებო, ქრისტე ამბობს, ხო? ასე რომ არავინ დამცირებული არ არის და ეხლა გიორგი მე მგონი ისე ხდება რომ უფრო მამაკაცები არიან დამცირებულები, უფრო ყველაფერი იქით მიდის რომ მამაკაცებს ამცირებენ. აი ხან ძალიან ბევრი ქალი ვერ გაუძლებს დიდ ხელფას, დიდ პატივისცემას და უკვე ზევიდან გადახედავს, ხო? და მე და მათ მივმართო რომ ეს ყველაფერი დროებითია, ეს ყველაფერი ხელოვნურია და ეცადეთ ყველა ქალბატონმა რომ თავისი მეუღლე არ დაამციროს და იმ მამაკაცის რანგში და ღირსებაში დატოვოს, თორე მე ვიცი რომ ყველა ღირსეული დედაკაცი ვერ იტანს კაცის სისუსტეს და როგორც გინდა შემომტანი და გონებრივად განვითარებული იყოს, აი ვიცი რომ ქალი, ძალიან ბევრი ქალი კარგად აზროვნებს, მაგრამ მაინც ქმარს ეკითხება რომ აი ეს საკითხი როგორ გადავჭრათ და მე თქვათ ესე შეუსწორებს თკბილად რომ აი ესე ხო არ ჯობია, ხო? მაინც ჭობენ ისინი. ისე კი არა რომ შენ დეგენერატი ხარ და რა იცით და მე ყველაფერი მე ვიცი, ხო? მაინც კითხავს მეუღლეს ჭკვას, ერთად დაჯდებიან და გადაწყვეტავენ მე. და ყველა ქალს მაინც ურჩევნია რომ გვერდზე კლდესავით მამაკაცი ედგეს გვერდზე. ყველა ღირსეული ქალი ესეა. მაგრამ რა მოხდა თუ ერთი ხარი რო გაჩერდეს, მეორე ხარმა რო გაწიოს უღელი, ხო? ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ის ხარი, რომელიც მამაკაცია, არ უნდა მიეჩვიოს, გიორგი, ამ სიღარიბეს არ უნდა მიეჩვიოს, თორე ისე დაკნინდება და ისე დაჩიავდება, რომ შვილები ამას მერე დაინახავენ და უკვე ძალიან ბევრი რამე თავდაყირა დადგება. დიდი საფრთხეა, გიორგი, და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად არის თან გამოწვეული. დიახ, აი თუ შეიძლება მამო, აი ამ ქალებს სხვათაშორის ბოროტი რასაც აჯერებს ხოლმე რა. ეხლა აი ამ წამს აი ამას ვიტყვი და მე შემდეგ კიდე საწინააღმდეგო იმასაც ვიტყვი, რა ქვია, კითხვასაც დაგისმე თუ შეიძლება საპირისპიროს. ამ ქალებს მამო, რასაც აჯერებს, ყოველთვის აჯერებს იმას, რომ აი იჩაგრებიან, ჩაგრულები არიან, აი ესეთი დაჩმორებულები და ასე შემდეგ. რაც მე ძალიან ცუდ იმაში აი ამას ითხოვე, რომ აუ ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორები და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი სხვათაშორის ორგანიზაცია, კაცები ისეთი ორგანიზაცია, მე არ მინახია რომ კაცების უფლებებს იცავთ, მაგრამ ამ ქალების უფლებების დამცველი უამრავი ორგანიზაცია არის, მამო და აი ეს აი მამო რა ის არის, ანუ ბოროტი აჯერებს მათ, რომ ვითომ დაჩაგრულები არიან და ასე შემდეგ, თუ რა შედეგი უნდა მოუტანოს ამათმა, საბოლოოდ ხო ძალიან დიდი ბოროტება იქნება, ხო? მათი ეს აზროვნება რომ გააღვიძო, ხო? გიორგი, მასე მე გავაგრძელებ შენ საუბარს და ეკლესიაშიც ქალები უფრო მეტი მოდიან ვიდრე მამაკაცები. დააკვირდით აბა ეს ორგანიზაციები ახსენეთ თქვენ, მაგრამ აი ძირითადად ხო ოჯახში მოქცეული და ეკლესიური უფრო ქალია ვიდრე მამაკაცი. დააკვირდით, ანუ
ესეთი შედარება აქვს მამებს, რომ მამაკაცი უფრო გონებით აზროვნებს და ქალი უფრო გულით და გულთან ღმერთი ახლოს არის და უფრო რაღაცნაირად ქალბატონი მოდის და ლოცულობს თავის მეუღლეზე, ხო ძალიან ბევრი ქალბატონი დარწმუნებულია, რომ მისი მეუღლე ღალატობს. ესეც ვთქვათ, მოდი, ხო, ქართველი ქალები ამდენ დაჩაგრულები არიან. ღალატობს და ამდენს ითმეს ამას, ლოცულობს, მარხულობს, თვითონ მარხულობს, ქმარსაც უყოფს სარეცელს და ცრემლებით ისიც რომ მისი მეუღლე სადღაცას ახლა მაპატია დაეთრევა, მაგრამ თვითონ ინანიებს, ევედრება ღმერთს არ უნდა რომ ოჯახი დაინგრას, ხოლო ყველა ქართველმა ქალმა რომ ოჯახი დაანგრიოს, ჩვენ აღარ დაგვრჩება ოჯახები ფაქტიურად რა და ამ შემთხვევაში მართლა დაჩაგრულები არიან ქალები, მაგრამ მე ვიცი რომ ბევრმა ქალმა თავისი ლოცვი და მოთმინებით ქმარი მოიყვანა ეკლესიაში გიორგი. და აი ეს ორგანიზაციები, რომელიც ჩვენ ჩამოთვალე, საკმაოდ გახშირდა გიორგი მართლა და იქ რა იდეოლოგია და რა სასწავლიან, რა ვიცი, აი ნამდვილად მე ვფიქრობ, რომ ოჯახის საწინააღმდეგოდ ასწავლიან ძალიან ბევრ ამას. ახლა თქვენ დამთავრდა ქმრის მონობა, ახლა უკვე შენ შეგიძლია მოკლედ ოჯახის უფროსი იყო, არავით არის სამზარეულო, არავით არის საძინებელი, ქალები ყველა ეს ახლა კი არ დაიწყო გიორგი კომუნისტების დროს დაიწყო ეს ვალენტინა ტერაშკოვა, პირველი კოსმონავტი ქალი იყო, ხო, ქალი ტრაქტორისტი, ქალი კოსმონავტი, ქარხნის მუშა და ასე შემდეგ. კომუნისტებმა სამწუხაროდ დაიწყეს ეს იდეოლოგია, მაგრამ ეკლესია პირიქით ამბობს, ხო, ეკლესია ამბობს, რომ დედაკაცები იყვნენ ეკლესიაში ჩუმად, არ ვაძლევო პავლე მოციქულმა საუბარის უფლებას და თუ რაღაცა ვერ გაიგესო, სახში კითხონ ქმრებსო. ნახეთ რა საინტერესო, ანუ ქმარი იმდენად განსწავლული იყო, რომ სახში გადმოუთარგმანებდა წმინდა წერილს და საეკლესიო სწავლებას, მაგრამ სამწუხაროდ ახლა პირიქით არის. კაცი გაუნათლებელია სარწმუნოებაში და ქალი იქით ასწავლის, ხო, ქმარს და ესესია და აქეთ მოკლედ, რა ვიცი, ხელგაშლილი ქადაგებენ ხოლმე ქალბატონები. ასე რომ ჩვენ მამაკაცებმა ეს ყველაფერი უნდა აუცილებლად გულთან ახლოს მევიტანოთ, ცოტა გამოვფხიზლდეთ და კითხოთ ჩვენ ცოლს, ხო, გვიან რომ მოვიდა სად იყო, ან რა ორგანიზაციაშია, რა საზოგადოებაშია, ვისთან მეგობრობს, ვის ელაპარაკება იმ სოციალურ ქსელში და ასე შემდეგ. ესე არ არის გიორგი, დააკვირდე, ხო, კაცი რაღაცა სვავს, ან თამაშობს, ან მოკლედ ეწევა, ან რაღაც ძინადგომარეობაშია, ქალი არის უკვე უპატრონოთ ფაქტიურად. აი ამასთანავე გიორგი ერთი ქალბატონი გათხოვდა თურქზე, ხო, ჩემი ახლობელი ეს ადამიანი და რო უყურებდი იმან აი მოიკითხა ჩემ თვალებში სინანული რომ მამაო შენ ახლა იცი რას ფიქრობ, ხო, რომ რაღა აი ამ თურქს გაყევიო თქვა, ქართველები აღარ იყვნენ და რა ვქნაო, ქართველებს არ ვჭირდებიო და არ წამიყვანა არავინო და ავდექიო და გასათხოვარიო არ დარჩენილიყავიო, ესე თქვა თურქს გავყევიო და ის თურქი მოინათლა, ოთაშორის მე მოვნათლე და ისეთ პატივს ასცემს და ისე უყვარს თავის მეუღლე და გულში ვთქვი მაინც რომ ჩვენ სადაც გვყავ ქართული ქალები დასაკარგი ადრე რომ ძალად მიყავდათ უცხოეთში ახლა თავისინებით გარბიან, ხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მამაკაცი ახლა დადიან ეკლესიაში და რო გეკითხები რატო არ მოყავთ ცოლი, რა ვქნა პამპერსის ფული არ ამაგდა, რა ვქნა რითი შევინახოთ და წარმოიდგინე გიორგი რა და ასეთი მამაკაცები მე პრეტენზიები არ უნდა გქონდეთ, ხო? ქართველი ქალი ჩინელს რო გაყვება, თურქს რო გაყვება, მაპატიეთ ხლა მე ეროვნებას არ ვეხები. ყველა ღვთისწინაში ჩინელიც, ინდოელიც, თურქიც და სომეხიც და აზერბაიჯანიც ყველა ერთია, როგორც ჩვენ ვთქვით, ელინი და იუდეველი ერთია, მაგრამ ჩვენ პატარა ერი ვართ და ვფიქრობ, რომ მაინც ჯობია ქართველთან შექმნას ოჯახი, იმიტომ რომ სხვა იდეოლოგია, სხვა ტრადიციებია, ხა ჩინური კულტურა სხვა არის. ჩინელი არ გახდება მართლმადიდებელი არასოდეს, ხო? ინდოელი არ გახდება მართლმადიდებელი, ძალიან იშვიათი გამოვლენებებია და ამიტომ მაინც სასურველია რომ ქართველი მართლმადიდებელთან შექმნას ოჯახი, მაგრამ თუ კაცი ფარხმარს დააყრის და მხრებს ჩამოყრის, ჩამოუშვებს და იტყვის რომ აი მე არ შემილია ოჯახის შექმნა და რითი ვარჩინო, ადგება ეს ქართველი ქალი და აიკრავს გუდანაბა და წავა საგადა ძალიან ბევრი წავიდა კიდეს, ხო? და ძალიან სამწუხაროა გიორგი ეს და მე ჩვენი შვილები და ის ბავშვები რომლებიც დაიბადებიან სამწუხაროდ არ იქნებიან ქართველები ან ნახევრად ქართველები იქნებიან და გულსატკენი იქნება. შეიძლება ახლა არა ვარ რაც ლაპარაკობ ამაში თათ მართალი, მაგრამ მაინც ეროვნულობა, მართლმადიდებლობა, იმიტომ რომ მართლმადიდებლობა და ქართველობა ჩემთვის არის სინონიმები. აქამდე მართლმადიდებლობა მოგვიყვანა გიორგი და ამ იდეოლოგია მოგვიყვანა, რომ კაცი იყო პირველ პლანზე და ქალი იყო მეორე პლანზე. ოღონდ ეს ქალის დაკნინებას სულაც არ ნიშნავს გიორგი. დიახ, თუ შეიძლება კიდე ამ კითხვას დაგისვათ, რომ აი თქვენ რასაც ახსენებთ, რომ რაღაც კაცი იყო პირველ ფლანგზე, ხო? არის ცუდი მომენტი ის, რომ სხვანაირად ესმით ადამიანებს და აი რაღაც მე ვიცი ცოლი კუხნაში და ეგეთი ხალხი წამოვიდა, სამწუხაროდ აი ესეთი აგრესიული ადამიანები, ვინც სიტყვაზე
გარეთ არაფერს წარმოადგენენ, ვიღაცის თვალში არაფერს არ აკეთებენ, ხო? და არ წარმოადგენენ, ხო? სახში არიან მეფობენ ეხა და იცის რომ თავის ცოლი ვერაფერს ვერ გაუბედავს და თავის 4 ქალიშვილი ვერაფერს და ტიპობენ და ჭკუაზე არ არიან და იმათთან ამტკიცებენ რომ არიან მაგარი ადამიანები და აუ ქალი მე ვიცი ეს და რაღაცა ამცირებენ ამ ადამიანებს და მარტო იმ 4 კაცში თუ 2 კაცში გძნობენ თავს კაცებად რა და აი როგორ შეიძლება მამაო რა შეიძლება ამ ადამიანს თან ბევრს მამაო მაპატიეთ აი ვიტყვი რა რატო არ შევეხები ჩვენებსაც შევეხები რომ ბევრს მოძღვარი ყავს და მოძღვარი ეუბნება რომ კი არა შენ კაცი ხარ და რას ქვია მაგანუ რა უნდა გაგიბედოს და ასე შემდეგ ეს მომენტიც აქვთ ხოლმე მამაო რაც მე სამწუხაროდ ამ კაცის ოჯახის წევრებს ეკლესიისგან აშორებს იმიტომ რომ ბევრი მოძღვარი ეუბნება რომ შენ კაცი ხარ და უნდა აი ესეთი მომენტი რა რაღაც მათრახს ატანე ხოლმე სამზარეულოში ყოფნა რატო უნდა იყოს ასე თქვა სამარცხვინო პირიქით ძალიან ბევრ ქალბატონს ვიცი რომ ეხლა ბანკში კასასთან ჯდომას მართლა ურჩევნია სახში ახვევდეს თქვა ხინკალს და ღვიძლებს უცხოვდებს თავის შვილებს ხო სამარცხვინო სულაც არ არის და პირიქით მე მგონი ყველა ნორმალურ ქალს გაუხარდება რომ დროინდენი კონდეს რომ შვილებს და მეუღლეს მიხედოს გაურეცხოს დაულაგოს თქვა კერძი მოუმზადოს მაგრამ ეს ისეთ რაღაცა გიორგი აი რაღაც ფასეულობების გადაფასება მოხდა ფაქტიურად რა და ის რაც ადრე ვაჟკაცობა იყო თავდაბლობა იყო ვაჟკაცობა, ერთგულება იყო ვაჟკაცობა, ცნებების დაცვა იყო ვაჟკაცობა. ის უკვე დღეს უკვე სამარცხვინო გახდა და აი ძალიან ბევრი ადამიანი ჩემთან უთქვია ახალგაზრდა ბიჭს რომ აი თქვა მე ქალთან ამყოფი არა ვარ, მაგრამ საზოგადოებაში ვიძახი რომ ვითომ კალებში დავდივარ. რომ ძალიან მაგარი ბიჭი ვარ და ასეთი აი სისულელეები ხო? ეს ხო სისულელეა, ანუ ტიპობს ვაჟკაცობს ესე იგი რომ მე ვითომ აქეთ-იქით და ასე შემდეგ. დღეს რო თქვა რომ რაღაცა რომ მე ცოლს არ ვღალატობ არ დავდივარ ღამის კლუბებში, აი დასინიან და ეს რა კაცობაა და რა ვაჟკაცობა. როგორ ესე იგი რა გაგამოვდეს ესე იგი რომ ის რაც ქრისტიანულია, რაც წმინდა, რაც ღირსეულია და რაც პატრიოტული და ეროვნული და ტრადიციულია, ეს ყველაფერი ერთგულება გახდა სამარცხვინო დასაცინი, ხო? იმიტომ რომ ისეთი ფილმები გადის, გიორგი, ესეთი სერიალები გადის, რომ იქ ყველაფერი აი თავდაყირა დაყენებული თქვა და ჩვენ ახლა წარმოვიდგინე უყურებთ თურქულ და ინდურ სერიალებს, რაცა ოჯახის ტრადიცია ძალიან მაღალ დონეზეა და ჩვენთან თქვა რა ქვია იმას სერიალი რო არ ქალების არ ვიცი რაღაც ძმაკაცის სოლებიოთ რაღაცა რო ქვია მოკლედ რა ჩვენ სერიალებში რაღაც უფრო მეტი აღვირახსნილობა და მეტი რაღაც უხამსური რაღაცებია და იქ რო უყურებ ხო არავის არ ამბორება არავინაირი ეროტიული ადგილები არაფერი არ არის გესმის და უკვე ისე ხდება ახლა რომ შეიძლება ჩვენმა შვილმა თქვას რომ აი ნახე როგორი ღირსეულია როგორი ტრადიციულია როგორი ეროვნულია როგორი ოჯახური გარემოებებია იქ და ჩვენთან კიდევ სამწუხაროდ ცოტა სხვანაირი იდეოლოგიები მიდის, მაგრამ ამის სადარაჯოზე გიორგი, მე მინდა ყველა გავაფრთხილო და ყველა შევახსენო, ეკლესია იდგა და იდგება ყოველთვის, სანამ ჩვენ პირში სული გვიდგა. ამისი მყარი გარანტია არის კათოლიკოს პატრიარქი, ამის გარანტია არის ყველა მართლმადიდებელი მღვდელი. თითქმის ყველას ყავს მრავალშვილიანი ვართ გიორგი ყველა. ჩვენი შვილები, ჩვენი მრევლი, აი ამას 24 საათი ვიქადაგებთ, რომ მამაკაცი არის დედაკაცის თავი. და მამაკაც ისე უნდა უყვარდეს თავის მეუღლე, როგორც საკუთარი თავი უყვარს. როგორც თუ მამაკაც თავისი ცოლი უყვარსო, მას საკუთარი თავი უყვარსო და ვისაც არ უყვარს საკუთარი ცოლი, გიორგი, მას თავის თავი არ უყვარს. მას არც ქრისტე უყვარს, არც მამა ღმერთი უყვარს, არც სულიწმინდა და არც დედა ეკლესია არ უყვარს. ის არის უბრალოდ ტაკი მასხარა და მეტი არაფერი რა. ის არც მეფეა, არც კაცად ვარგა, არც ვაჟკაცია, არც არაფერი არ არის, გიორგი და ის ვინც ეხლა დაასცენებს იმას, რომ კაცი სახში რაღაცას ოჯახურ საქმეს მიხედავს, იმიტომ რომ მეუღლე დაღლილი მოდის ამ ეტაპზე, კიდე ხასულსაო, რაღაცას არ ეგონოს ეხლა რომ მე მომწონს ის, რომ ქალის უგარეთ არის. მაგრამ თუ ოჯახს გაუჭირდა და დროებით ქალი გავიდა კაცმა რომ სახში რაღაც გარკვეული საქმეები გააკეთოს, ეს მის დაკნინება სულაც არ იქნება და თუ ვინმე იმას დასცინის, თვითონ ვინც იმას დასცინებს, ის უარესი აპატიეთ და ესეთი დაბალი დონის არამზადაა, რომ თვითონ ვერ აქვს საქმე სახში დაყენებული კარგად და სხვას ედავება გაღმორო თავისი არავინ არ შეედავს და აი კარგად გამოიკვლიეთ მათი ცხოვრება, ვინც სხვას დასცინის და ვინც სხვას ვის ოჯახში იყურება და მოკლედ რა ვიცი. ამის უკან შეიძლება ძალიან დიდი ისევოს, გარეთ კაცობს და შეგნით კიდევ შეიძლება იატაკს აპრიალებს და დიახ იქცევა. მამაო, კიდე თუ
თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით მინდომა მეთქვა, რომ ეს ქალები მამო მაინც ეხა იმასაც შევეხები ხა თლათ ეხლა ესეთი გასაწირები არ არიან ქართველი კაცები და ქალებსაც მამო ქალებიც აი როგორი ისინი არიან, იცი რომ უნდა თუ ამ კაცებს ეპაიქრონ. ესეთი ისინი არიან და აი სულ მიყვარს ხოლმე, სულ ამბობ ხოლმე იმას თქვენთანაც მithქვასო, მათი ეს რაღაცა გენდერული თანასწორობა კაცთან ხო სად რჩება, იცით რომ აი ის რო არის ლურსმანი მისაჭედებელი და მარშრუტკაში ფეხზე რო დგას და რო დაგადგება საცოდავი თვალებით რომ უნდა დაუთმო ქალი რაღაც არის ხო აქ უკვე რჩებია ხოლმე მამო ანუ სანამ არ ჭირდებათ იქამდე რაღაცა აშკაცობენ ეს ქალივით აი რატო ხდება ხოლმე მამო აი ესე არის ადამიანი რაღაცა არ ვიცი ან თვითონ თუ მოეწონებათ ეხა აი მაგალითად ბაღში რო სიტყვაზე მიდიან და კაცი უპირატესი არის ხო რაღაცა ესე მიდის წინ თვითონ აი ქალი რომ იგიწყოდეს ეხა წინ მე მგონი არ არის ხო სწორი ხო აი ეს მომენტები მამო აი თუ თვითონაც რა ვიცი რატო უნდა უნდოდეთ მამო იმიტომ ეს ქალი სუ იმაზე წუწუნოს სუ დაჩაგრულია აი ყველა ქალი მამო მაგაზე წუწუნოს მე იმ თაობის ადამიანი ვარ გიორგი რომ რუსეთში ნაცხოვრები ვარ და მინახავს იქ ქალი როგორ ურტყავს მამაკაც სახეში ქუჩაში ხელფას ქალი როგორ იღებს მამაკაცის მაგივრად იმიტომ რომ ის რო აიღებს დალევს და ღორევით ჩავარდება ქუჩაში მე ხო ამას რო უყურებდი მე გავოცებული ვიყავი და ვერ წარმომედგინა უყურებდი სკვერში გოგონა როგორ ეწეოდა თამბაქოს და ეხლა თათესი არ ხდება მაგრამ დაახლოებით ესეთი რაღაცები ხდება რომ ქალი დაყვირის ქმარს ბავშვებთან აბცირებს დეგენერატო კრეტინო დებილო დამპალო არანორმალურო გავყოლოდი იმას ხო ვიღაცა ამ შემთხვევაში მამაკაცის უფლებები არ იბღალება ეხლა მამაკაცი ხო არ იჩივლებს და არ იტყვის რომ აი დამეხმარეთ რომ ცოლინცემს ხო ქართული კაცი მაინც მადლობა ღმერთს შენარჩუნებულია ღირსება და ხელს მაინც შეუბრუნებს ეხლა ცოლმა რო დაარტყას ხელს მაინც შეუბრუნებს ხო ესეც წყის ხოლმე ბაბაო მაგრამ სამწუხარო ფაქტია რომ მე გამიგია გიორგი მართლა რომ ძალიან ბევრი ქალბატონი ამცირებს თავის მეუღლეს. სიტყვით მას ფიზიკურად ვერ შეეხება, მაგრამ აი თქვა თანხას მიაგდებს და ტადი ეს იყიდე, ტადი ეს ამოიტანე მუქთახორავ ნაძირალა. რა ბიჭებისთვის დაურეკიათ, იცით ბაბაო ტელეფონზე სმინაზე რომ დამდგარო და გისმენ სიხარულო ხო? აი და უცბად აი ვატყობ რომ აი რაღაცა პრობლემა არის ხო უკვე რომ ესენი მართლა ბოდიში ანეკდოტია გიორგი რომ არ მოყვე არ ამაკუფლება ხარი და ლომი როს ხედან ხო და ლომი დიახ სიხარულო დიახ სიცოცხლე და ხარი მოვალ რა ქალოს როგორ ელაპარაკებით ცოლსო და ჩემი ცოლიო ლომიაო და იმიტომ ელაპარაკები შენ ცოლის როხა არისო და იმიტომ ელაპარაკები აი ეს არის ჩემო კარგებო შენ ცოლში ზროხა და მეწველი და ის არ უნდა დაინახო ხო უნდა დაინახო ხატება და მსგავსება და უნდა დაინახო ესე თქვა ღირსი დედა რომელიც შვილებს გიზრდის და ცოლს რო აყენებს შეურაცხყოფას იქ ბავშვი უსმენს ამას და შენი ცოლია მაგრამ იმისთვის დედა და არ შეიძლება ცოლ-ქმარმა უნდა ცალკე იკამათონ და ხლა ოჯახი არ არსებობს გიორგი რომ კამათი არ იყოს მაგრამ როცა ბავშვი ხედავს რომ მამა ან დედა აგინებს თქვათ მის დედას ან მის მამას უკვე ეს ბზარი გადის ბავშვის გულზე როცა ოჯახი ინგრევა არც ერთი მხარე არ არის მართალი გიორგი იქ უკვე ბავშვი არის დაზიანებული და ის ბავშვიც მერე ქმნის არასრულყოფილ ოჯახს და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა კამათიც მოდის ყველაფერი ჩხუბი მაგრამ დილსიტყვაობა ხელით შეხება ღირსების შელახვა აი ნუ აღარ მაქვს ლაპარაკი ახლა ქუჩაში გაგდებაზე და ოჯახის დანგრევაზე ეს ყველაფერი აისახება ძალიან ცუდად მათი შვილები დღეს არიან საპრობილეში პირდაპირ ვაცხადებ გიორგი მე ამას და ამიტომ რა ვიცი მამაკაცებო გიყვარდეთ თქვენი მეუღლები ეს ჩემი სიტყვები არ არის არის პავლე მოციქულის სიტყვები და ევა ერქვა ქვია სიცოცხლის წყარო ჩვენი მეუღლები არიან სიცოცხლის წყაროები მისგან იბადებიან ადამიანები შვილები და რა კაცი ხარ შენ და რა ვაჟკაცი ხარ თუ შენ მეუღლის პატივს არ ასემ და არ გიყვარს ის და მე ახლა ვიღაც გადამთიელმა ტუტურცანა ქალმა უნდა მითხრას რომ გენდერული თანასწორობა იცით რა არის და შენ სულს პატივი უნდა სცე ხო მივაფურთხე იმ კაცს ვისაც ამის შეხსენება ჭირდება რომ თავის სულს პატივი უნდა სცეს და ხელშეყვანილი უნდა ყავდეს და უნდა ეფერებოდეს და ყვავილები უნდა მეართვას და უნდა ვინც თავის მეუღლეს არ აფასებს გინდა კაცი და გინდა ქალი ის თავის თავს არ აფასებს გიორგი და ის არის არა კაცი და ის არის არა ქალი თვითონ პირდაპირ ვაცხადებ მე ამას ყოველგვარი რაღაცების გარეშე არ აფასებს შენ კაცს შენ ქმარს შენ არა ქალი ხარ მაშინ არ აფასებს შენ ცოლ შენ არა კაცი ხარ მაშინ ეს გინება კი არ არის გიორგი ანუ შენ აღარ კაცად აღარ ვარგი ხარ და შენ ქალად არ ვარგი ხარ შენი შვილების თვალში და საზოგადოების თვალში და სულ არ მჭირდება გიორგი ახლა ვიღაცა NGO-შნიკების შეხსენება რომ აი მიტინგები და ტრანსპარანტებით უფრო აგიჟებენ ამით
გარკვეულ ქალბატონებს და თურმე მეიცით როგორი უფლებები მქონია და მე ხლა კერძს აღარ მოხარშავ, აღარ დავალაგებ სახლს, მე უნდა ქუჩაში გავიდე და ასე შემდეგ. ეს მე მგონი ნორმალურ ქალებს არ ეხება, მაგრამ თუ ვინმე გასულელდა უკვე, ხო, ჯობია სახარება წაიკითხონ, ვეფხისტყაოსანი წაიკითხონ და იქ ნახავენ, რომ რამხელა ღირსებით არის ქალი შემკობილი და რამხელა სიმბოლოებია ქალში. ჩვენთან ქალწულმა იქადაგა სარწმუნოება. ყველაზე ძლიერი საქართველოს ოქროსხანა ქალბატონის ხელში იყო და ყველაზე დიდი მოწამე ქეთევან წამებულიც ქალი იყო, ხო? მამო 4 წუთი დაგვრჩა ძალიან დიდი მადლობა ესეთი ლამაზსაუბრისათვის, თუმცა მამო ერთი მინდა ვთქვა რომ კიდე კაცები რაში არიან დამნაშავე ამასაც მოვიყვანი ხა ვინაიდან რომ ქალები ძალიან არ დაიჩაგრონ რაღაცა, თუმცა რაღაცა ახლა ქალების ხარჯზე გადახვედი. დიახ, აუცილებლად, მამო. აი ძალიან ხშირად ხდება ხოლმე. ჩემი შეიძლება კურსელი ყოფილიყო, კლასელი ყოფილიყო, იქ რაღაცა თანამშრომელი ყოფილიყო, ხო? შეიძლება გათხოვილს ჩაულია ჩემს გვერდით, რომელიც აი დღე-დაღამე შეიძლება სულ კითხულობდა, სულ რაღაცა, მაგრამ ქმარის ისე შეშინებია, ეჭვიანი რაღაცა საზიზღარი ეჭვიანობა აქვს აქ საქართველოში მაცხოვრებენ კაცებს რა. ისე შეშინებია, ვითომ არ გიცნობ. შეიძლება ერთად ლამის გაიზარდოთ, ხო? და ისე აი ჩაგივლის სიტყვას ეს მომენტი აქვს, აი შიში აქვს, მამო. იქ რაღაცა სადღაც შეიძლება მეგობრობი და რაღაცა გაგექცეს, იმიტომ რომ აი ქმარმა რო დაინახოს არ რაღაცა ტელეფონს არ ჩაგაწიროს, არ რაღაც ეგეთი. აი უბრალოდ აი ეს მომენტი აქვს, მამაო და სხვათა შორის კაცებსაც ისე აქვს, რომ შეიძლება სახში მე ამის გამო ცემდნენ. მე შევდივარ ხოლმე მდგომარეობაში. ხანდახან მე არ ვესალმები ხოლმე ეგრევე და ფიქრობდი და მე მეთქი ისეთი მეგონე რა, მეთქი არის ეჭვიანი რა რაღაცა ეგეთი, ხო? აი ეს მომენტი მამაო არის საქართველოში ძალიან ცუდად არის, მამაო ქართველი ადამიანი შეპყრობილია ამ ეჭვიანობით. აი ეჭვმა დაღუპა საქართველოს, საერთოდ. ეჭვი პათოლოგიაა, გიორგი ეს. დიახ, აი მამაო თან სახში მამაო ძალიან ცემე ხოლმე რა, ვიღაცის შვილებს, ვიღაცისთვის ძვირფასი არის ის ქალიშვილი, ხო, ვიღაცამ გაზარდა და ის არ უფრთხილდება, მოიყვანა ცოლა და რაღაცა ხორი ცემს და ძალიან ცუდად ექცევა და აი ამ ადამიანს თუ შეიძლება უთხრათ, აი იმიტომ ძალიან ცუდ დღეში აგდები, არაფრის გამო თან თვითონვე მოუგონებენ რაღაცას და ცემენ და ვითომ კაცობას ამტკიცებენ თუ რაღაცა. აი ეს ძალიან მოდაშია დღეს შემოსული, მე არ ვიცი ან როგორ უყვართ ესეთი ადამიანები, ან ერთ როგორ უჩერდებიან. მე ხელს რო აწევენ, როგორც ეჭვიანი ქმრები არიან, ასევე ეჭვიანი ცოლებიც არიან, სამწუხაროდ უკვე გათანაბრდა მათი. დიახ, მაგრამ ცოლს კიდე რაღაც მოუვლი და თუ დაჩმორდები, აი კაცი ხარ და დაჩმორდი და ძალიან ცუდია, მაგრამ ცოლს ვიღაცის გოგოს ნაზარც რომ მოიყვა, მთელი ცხოვრება რომ უთხილდებოდა სკოლაში რომ აკითხავდა, ესე რომ გამოყავდა და აქ რო ურტყავ ხელს, ხო როგორია ვიღაცის შვილს, მამაო, ვიღაცისათვის ძვირფას და ღმერთს ვიღაცისათვის. თუ შეიძლება მამაო, აი ამით აი ცუდა ხევარი და პირდაპირ რჩება შემიძლია მე ვიცი რომ ადამიანს მამაკაც მიუმართა, ვისაც ეჭვი ეპარება თავის ცოლის ღირსებაში, მასთან ცხოვრება უკვე აღარ აღებს მაშინ. თვითონ იგონებენ ხოლმე, არის კატეგორია. ეს პათოლოგიაა, ეს უკვე პათოლოგია, ეს არის მოჩვენებები. ფილმიც არის ქართული, ხო, ვიღაც მაცივარში იჯდა ესეთი. ეს ფილმი ნახონ სულ ყველა, ძალიან საინტერესო ფილმია, ანუ მე მეძახოდე როცა დედაკაც, გიორგი, როცა დედაკაც ან მამაკაც თავის მეუღლეში ეჭვი ეპარება, ეს უკვე მის ღირსებაზე მეტყველებს. ანუ შენ უკვე იმდენად ვეღარ ერკვევ რომ არ არის შენი ღირსება, შენი ასე თქვათ იდეოლოგია, შენი კაცობა და უკვე ეშმაკი გაწვის რაღაც გარკვეულ აზრებს, რომ აი ხედავ შენი ცოლი რაღაც ამ ბოლო დროს ძალიან იპრანჭება, აი იქ რაღაცა დაურეკა, ასეთ რაღაცები და ეს ძალიან დამამცირებელია, ისევ შვილები იჩაგრებიან ამ შემთხვევაში, გიორგი, და თუ შენ ყავ მეუღლე, უნდა ეჭვი არ გეპარებოდეს მის ღირსებაში და მასთან უნდა ჰარმონიულად იცხოვრდა. თუ ეჭვი გეპარება, რომ შენი ქმარი ან შენი ცოლი უღირსია და ღალატობს, მაშინ ჯობია რომ დროებით ან საერთოდ გავშორდეთ და ამით არ საზოგადოება არ დავაზიანოთ და ასე თქვათ, ასეც არის გიორგი, ძალიან ბევრი მამაკაცი ცოლს ეკლესიაში არ უშვებს, იმიტომ რომ იქ უღდელთან რაღაც არ მოხდეს ან იქ მრევლთან და ეს პათოლოგია სამკურნალოა გიორგი ეს ხალხი და სამწუხაროდ მათი მკურნალი ვერ ვიქნები. უბრალოდ რჩევას მივცემ, რომ დობა გამოუცხადოთ ჩვენს მეუღლეებს და გვიყვარდეს ისინი, როგორც საკუთარი თავი გვიყვარს. ძალიან დიდი მადლობა, მამაო, სამწუხაროდ დრო ამოიწურა და თან მინდოდა რომ ის მე თქვა რომ დაუჟელი ხო არც ერთი ცოდო არ რჩება, მამაო, და როგორი მომენტია იცი, მამაო, როგორც ეს ვიღაცის შვილს ცემს, ხო, ისე ამის შვილს მე შემდეგ ეს რო ასაკში შევა და გაათხოვებს ვიღაცა ცემს და ცუდია ძალიან და ეს აუცილებლად მოგეკითხება ძალიან ცუდად. სამწუხაროდ დრო ამოიწურა, გვეუნებიან ისა რა ქვია, მორჩა უდრო და იქ და სამშაბათს საღამოს 9-ის ნახევარამდე დაგიბრუნდებით. მე გახდით გიორგი დარასელი, ჩემი სტუმარი გახდათ მამა გიორგი თევდორაშვილი, ნარიყალის ტაძრის წინამძღვარი, წმინდა ნიკოლოზ ტაძრის. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ, მამაო, სამწუხაროდ დრო არ გვეყო, მაგრამ ამ შუა კვირაში აუცილებლად